მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს. 9 საათზე სტუდიაში მაკა ცინცაძე განაგრძობს მუშაობას. წყალტუბოში ახალ რაიონში ახლახანს ჩასახლებული დევნილები არასათანადო საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ. წყლით სავსე სარდაფები, დანაგვიანებული ეზოები, გაბზარული კედლები და მხოლოდ ტელეკამერებისთვის მოწყობილი რამდენიმე ბინა. ახალი რაიონი საქართველოს პრეზიდენტმა 5 დღის წინ თავად მოინახულა და შესახლების პროცესსაც დაესწრო. დეტალები კი ნახეთ მაესტროს გადამღები ჯგუფის სიუჟეტში პრეზიდენტის ვიზიტიდან ზუსტად მეხუთე დღეს. ამ საკანალიზაციო ჭაში ის წყალი ჩაედინება, რომელსაც დევნილებისთვის წყალტუბოში ახალაშენებული კორპუსების ყველა სარდაფიდან მთელი დღის მანძილზე შეუჩერებლად ტუმბავენ. ნაგვით სავსე ურნები და დაბინძურებული ტერიტორიები. საძირკვეს მოშორებულ და უკვე ჩავარდნილ საცხოვრებელ ბინებს სახურავიდან წყალი ჩადის და კედლები დაებზარა. ეს დევნილების იმ საცხოვრებელი კორპუსების რეალური სურათია, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა გახსნა. ჩვენ შეგვიძლია ყველა კომფორტული არის, ყველა სახლი გაკეთებულია, არაფერი არ არის გაკეთებული. 4 საათულიდან უკვე წყალი ჩამოდის. დენი ნახევარადლას გამოჩიშულია. მევიდა პრეზიდენტი, მევიდა მიშა, მას ვენასწავლე, მე ეგენ მიკიდე სურათი, უნდა გაშვენა მე. ედი მე მას, შემდეგ მას სურათი ასე მაგ ეს სურათი მე, ასე. ამ სურათი არ ყოფილიყო ბინას ვერ მივიღებდი. მიუხედავად ამ პრობლემებისა, ქვეყნის პრეზიდენტის სურათი ყველა დევნილის ოჯახში საპატიო ადგილზეა გამოკრული. სიყვარულშიც ეფიცებიან, მაგრამ საყვედურებსაც არ იშურებენ. ხვისტანების ოჯახის პატარები სიცივესა და შიმშილს შეძლების დაგვარად უმკლავდებიან და თავი გააქვთ. დაუმთავრებელი და გაურემონტებელი ბინები დევნილებს ამ სახით ბარდება, რომლითაც ხელისუფლება დღემდე ამაყობს. შეგვბირდნენ, რომ გაზი იქნებაო, წყალი იქნება, ყველაფერი შემოვედი, არ წყალი დამხვდა. არც გაზი არ არის ჯერჯერობით შემოყვანილი და ვიყინებით ელემენტარული. რა ვიცი, არანაირი საშუალება ჩვენ კომფორტული, ნორმალური ფეჩსაც ვერ ვთავრო, ბავშვები გავათმო. მე მოტყუებულები დავრჩით, აბა რა ვიცი, გადადითო, ყველაფერი გექნებათო, გაზიც იქნებაო, ჩართული ყველაფერი იქნებაო და გადმოვედი სინამდვილეში არაფერი არ იყო. ჩემი მითი ისევე ვაკეთებ რაღაცებს, რომ ბავშვებია სიცივი არ მომიგდნენ და შიმშილი არ მომიგდნენ. წყალტუბოს ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილებს დღემდე მოუგვარებელი აქვთ ელექტროენერგიის პრობლემა. საუბარია არარსებულ დავალიანებაზე და უხარჯავ კილოვატებზე, რომლის 30 ლარსაც წინასწარ ახდევინებენ, თუმცა რისთვის არავინ იცის. ჩვენმა პრეზიდენტმა ღმერთმა ააშენოს მისი ოჯახი. ნაღდად არ მაქვს სასაყვედურო არაფერი, აკეთებს. ამ ხელას წვალობს, ამ ხელა ბინებს გვიშენებს, გვადლებს და ამ 30 ლარს რო გვართმევს. ვინ გვართმევს, ეგ მაინტერესებს. აი, შედიან თუ არა ბინაში, ხო? მოდის ელექტრომეურნეობის მუშაკი და ეუბნება 30 არ მომეცი. ეს ჩემამდე არ დადის. აქა მაფია, ვანომ და მიშამ, მოდიში მიშას ვამა პრეზიდენტმა მოსმო ქურდები, მაგრამ აქაური ქურდები, აქ ბაცაცა ქურდები რო არიან, აქციური გინდა თუ ის გინდა, ვერ მოსმო. ის უნდა ასე წაიყვანო საკონტაქტი და უნდა გააგზავნოს იქით. აქ ძალიან დიდი მაფია. აქაური ბინებს მართლა ყიდის? მერს ამბობენ რომ ყიდისო. დევნილები გავრცელებულ ინფორმაციას ბინების გაყიდვასთან დაკავშირებით პირდაპირ არადასტურებენ, თუმცა არ გამორიცხავენ. ვიდრე სუბელიანის უწყება ბინების არასამართლიან განაწილებაზე გადამჭრელ ზომებს მიიღებს, მანამდე სანატორიუმ სავანეში უსახკაროდ დარჩენილი დევნილები გაუსაძლის პირობებში რჩებიან. ერთადერთი ბიჭი მყავდა მე. უნდა ისიც შეეწერა საქართველოს მთლიანობას. და დღეს ჩემი მას არაფრად არ აგდებენ. არაფრად. ერთი ოთახი გეკუთვნისო და მე სადეო და მოვცემთო. რასაც მიზამენ აბა. თუ არა და გამოვნახავ მე ჩემ ადგილს. სადაც ჩემი შვილია იქანე. გადავფარავ იმას სალაპანითა და თავს მაინც შევიფარებ იქან. ტოლთა სამინისტრო გორში გადავა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი საავადმყოფო გახსნა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორში მთელი რიგი პროგრამები განხორციელდება, რომელიც გორის ტურისტულ ცენტრად ქცევას ითვალისწინებს. ამას გარდა მისი განმარტებით ჩვენ ვართ ახლა ისეთივე ეტაპზე, როგორზეც იყო დავით აღმაშენებელი. დავით აღმაშენებელს კი 34 წელი დასჭირდა თბილისის დასაბრუნებლად, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მან გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები და ააშენა ბევრი რამ, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მართლა მივესალმები ამ საავადმყოფოს გახსნას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იმისა, რომ გორში კონდეს ძალიან ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვა. იცით რომ მეორე საავადმყოფოც რომელიც აქ არსებობს, ასევე გადაკეთება და გაუმჯობესდება და საერთოდ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრამები გორზე. ეს არის გორის ცენტრის გალამაზება, პრაქტიკულად ახრიდა დაშენება, გორის ტურისტულ ცენტრად ქცევა საქართველოსთვის. ჩვენი აღშენებობის კურსი არის შეუქცევადი. ჩვენი თავისუფლების კურსი არის შეუქცევადი. იმ გზაზე ვდგავართ, რომელიც აუცილებლად გაემთლიანებს ქვეყანას. იმიტომ რომ იმპერია აუცილებლად დაემხობა, არ არსებობს, უარ დაემხობს. მე ჩვენ ვართ ახლა ისეთივე ეტაპზე, როგორც იყო საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გორში სტუმრობისას პოლიტიკური ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური წარსულის ვამპირები, მუმიები და სხვადასხვა ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან. პრეზიდენტის განცხადებით, ვისაც რუსული ფულით საქართველოს უკან დაბრუნება უნდა, ამას ვეღარ შეძლებს. შეგახსენებთ, გორში მიხეილ სააკაშვილმა დღეს ახალი საავადმყოფო გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობასაც მიმართა. მე მეგონა რომ ის ხალხი ვინც ძარცვავდა, ყლიფავდა ჩემი მეხსიერებიდან ის ხალხი გამქრალიო. მოვიშორე გავწიე გვერდზე. ეხა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანაც, ყველა ერთად შეკრიფა, ცოტათი დაბერებულან კიდევაც, ცოტათი გავხტარან, იმიტომ რომ ვეღარ ხრავენ ისე როგორც ხრავდნენ. კიდე უფრო გაბოროტებულან, იმიტომ რომ აბა ეხა როგორ ამდენი წელია უყურებენ რომ ქვეყნის საქმე მაინც წინ მიდის და მათ საქმეები სულ უფრო უკან მიდის და ეხლა ყველა ერთად შეიკრიბა, მოდი ეხლა დავილაშქო და კიდე ერთხელ შევუტიოთ, იქნებ კართაგენი დაეცეს და იქნებ ჩვენი დრო ისევ დადგეს. იქნებ ისე მოგვაპარიონ პენსიები. ისევ მოგვაპარიონ სოციალური დახმარებები. იქნებ ისევ გაგვაყალბებიონ მასობრივად არჩევნები. იქნებ ისევ ვიხლაპორტოთ, ვიჩალიჩოთ და გავაკეთოთ ყველაფერი როგორც ჩალიჩობთ და ვაკეთებთ. არა, ახლა ამათ ხო არ ჩაუბარებთ ქვეყანა, ჩვენც ხო გვეკუთვნის მაო რაღაც. არაფერი არ ეკუთვნის. არაფერი არ ეკუთვნის, მაგ ხალხი რამდენიმე წლის წინ ქართულმა ერმა მოიშორა თავიდან და ერთხელ და სამუდამოდ ვერასდროს ეს მუმიები უკან ვეღარ დაბრუნდებიან. მუმიები უკან ბრუნდებიან მხოლოდ ფილმებში. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ვამპირები, პოლიტიკური წარსულის მუმიები, სხვადასხვა ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან, სანამ საქართველო მიდის წინ და სანამ ჩვენ თავისუფლების პირობებში ვაშენებთ, ვაკეთებთ. ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის კი მას საქართველოს მოქალაქეობა სჭირდება, რომელიც საქალაქო სასამართლომ აღუდგინა. თუმცა გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა. ეკატერინე ხვედელიძემ სწორედ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს. კანონის თანახმად, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პრეზიდენტის მხარეს უფლება რჩება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივროს. თუმცა თუ მხარე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ხვედელიძე საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად აღუდგება. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მოქალაქეობა აღდგენილი იქნა ეკატერინე ხვედელიძისათვის, ჩვენ 5 იანვარს მივმართეთ სასამართლოს განცხადებით, უпростоრედ ქალბატონმა ეკატერინე მიმართა განცხადებით და მოითხოვა გადაწყვეტილების ამ ნაწილის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. წინ არჩევნები გველოდება, ქალბატონმა ეკატერინე მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას სურს პოლიტიკური პარტიის შექმნა საქართველოში, მას სურს პოლიტიკური პარტიის მეშვეობით კენჭი იყაროს საქართველოს პარლამენტის წევრობაზე და ამ უფლებათა რეალიზებას ის ვერ მოახდენს, თუ გადაწყვეტილება მისთვის მოქალაქეობის აღდგენის ნაწილში არ იქნება დაუყოვნებლივ აღსრულებული.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს, ამ საკითხის გადაწყვეტას ბიზნესმენის ადვოკატები პრეზიდენტისგან მომდევნო 44 დღის განმავლობაში ელოდებიან. ადვოკატების განმარტებით ის ბრძანებულება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 5 იანვარს გამოსცა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებას არ ეხება. შესაბამისად 90 დღიანი ვადის ნაცვლად მოსაკრებლის გადახდის შემდეგ ივანიშვილის განცხადებაზე პასუხი იუსტიციის სამინისტრომ და პრეზიდენტმა მაქსიმუმ 44 დღეში უნდა აცნობონ. მათივე განმარტებით კანონის მიხედვით სამი მიზეზი არსებობს, რის გამოც მოქალაქეს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებაზე უარი შესაძლოა ეთქვას. ეს მიზეზებია თუ განცხადებელი ტერორისტი ან საერთაშორისო ძებნილი ან ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ყოველივე ეს კი დასაბუთებული უნდა იყოს. ეს მეორე არგუმენტი უკვე შექმნილი პოლიტიკური პარტია საქართველოს მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით რამოდენიმე დღის წინ აგორებულ ინსინუაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის მე-80 ბრძანებულობაში შევიდა ცვლილება და უვადო გახდა დასკვნის მომზადების ხანგრძლივობა დროში, ეს ინსინუაციებია, ეს ეხება მე-80 ბრძანებულებას, რომელიც არ ეხება ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიცემის მოთხოვნ პირს. რა პრაქტიკაც არსებობს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქისათვის ან უცხო ქვეყნის მოქალაქესაც მოქალაქეობის მიცემის საკითხში არის შემდეგი. თუ დაჩქარებული წესით მიმართავს სამოქალაქო რეზს, მას აქვს უფლება მაქსიმუმ 40 დღეში გასცეს დასკვნა, ხოლო პრეზიდენტი ვიმეორებ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მაქსიმუმ 10 დღეში უკვე იძლევა საბოლოო გადაწყვეტილებას. პრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო რეზს ჯამში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე დარჩენილი აქვს 44 დღე საბოლოო გადაწყვეტილების მაქსიმუმ 44 დღე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ქართული ოცნება კონტროლის პალატისგან 3 დღის ვადაში იმის დასაბუთებას ითხოვს, თუ ვინ გასაზღვრა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება პოლიტიკური ინტერესების მქონე ორგანიზაციას წარმოადგენს. რაც შეეხება კონტროლის პალატის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ აღრიცხვას, საზოგადოებრივმა მოძრაობამ ეს დოკუმენტები უწყება 3 დღის ვადაში გადაუგზავნა, თუმცა ფინანსური აღრიცხვა 31 დეკემბრიდან 9 იანვრის პერიოდს მოიცავს, რადგან კანონის სწორედ 31 დეკემბერს შევიდა ძალაში. ადვოკატ სანდრო ბარამიძის განმარტებით მანამდე წარმოებული ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება კანონისთვის უკუძალის მინიჭებას ნიშნავს, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, გასული წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარე წლის 1 იანვრამდე პერიოდში ქართული ოცნების ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა. ქართული ოცნება არის ჩვეულებრივი კერძო სამართლის იურიდიული პირი, პოლიტიკასთან მას კავშირი, როგორც იურიდიულ პირს არ გააჩნია. სწორედ ეს მივწერეთ ჩვენ ქალბატონ მოგელაძეს და მოვთხოვეთ მას განემარტა ჩვენთვის, თუ რომელი კონკრეტული განცხადებები მიაჩნია მას პოლიტიკურად. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ქალბატონი მოგელაძისგან და საერთოდ კონტროლის პალატისგან, რომ 3 დღის ვადაში, როგორც საჯარო ინფორმაცია, მოგვაწოდოს, ასე ვთქვათ, ცნობები იმის თაობაზე, ვინ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება არის თითქოს და ისეთი იურიდიული პირი, რომელზეც უნდა გავრცელდეს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობა, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე მიიღო და რომელი ფაქტების საფუძველზე მიიღო. საქართველოს კონტროლის პალატამ ქართული ოცნების ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკისგან მიიღო. ამის შესახებ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ ყობა დავითაშვილის დღევანდელი ბრალდების საპასუხოდ განაცხადა. მისივე განმარტებით ქართული ოცნება კონტროლის პალატის ინტერესის არეალში კანონის პირდაპირ მოთხოვნის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა. შეგახსენებთ, ხალხის პარტიის ლიდერმა ყობა დავითაშვილმა დღეს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე ქართული ოცნების ფინანსური ანგარიშების მოპოვებასთან დაკავშირებით სიცრუეში დაადანაშაულა. დავითაშვილის განმარტებით ალტერნატიული წყაროები, საიდანაც მოგელაძის განმარტებით კონტროლის პალატამ ინფორმაცია მოიპოვა, რეალურად ქართული ოცნების ოფიციალური ვებგვერდია. ყობა დავითაშვილი ასევე ადასტურებს, რომ მან ქართული ოცნებისგან საახალწლო პრემიის სახით 5000 ლარი მიიღო. კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ გადარიცხვების სქემაზე კი დავითაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, კოალიციაში შემავალ კოლეგებთან შეთანხმებით საახალწლო პრემიები პარტიისთვის ადრე გადარიცხული 1.100.000 ლარიდან ხალხის პარტიის სხვა წევრებსაც დაურიგდათ. და ეს ალტერნატიული წყარო, საიდანაც ეს საიდუმლოდ მოიპოვა კონტროლის პალატამ ეს ხარჯები საინცხი, იყო ქართული ოცნების ოფიციალური საიტი.
5,000 ლარი მივიღე მე პრემიას ახალწლოდ. რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიიღეს 1000 ლარი, მოადგილეებმა მიიღეს 500 ლარი. 11-მა იურიდიულმა პირმა, რომელთა უმეტესობის საკონტროლო პაკეტსაც ფლობს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი, გააკეთა შემოწირულობა. ეს არ არის კობა დავითაშვილის პირადი საკუთრება. კობა დავითაშვილი არ გეგმავს პირადი მიზნებით ამის დახარჯვას ერთ დღეში. ჩვენი ამოცანა იყო, რომ თან როგორც ხდება, ვთქვათ, ოფისის კირა გადაგვეხადა არა ერთი წლისა წინასწარ, არამედ ყოველთვიურად. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ხელფასები გადაგვეხადა არა ერთი წლისა წინასწარ, არამედ ყოველთვიურად, მაგრამ სამწუხაროდ იმ კანონმა, რომელმაც ასე ვთქვათ, დაგვავალდებულა, რომ ერთ დღეში დაგვეხარჯა ეს თანხმა, გვაიძულა ეს ხარჯები წინასწარ გაგვეწია. ეს ჩვენი არჩევანი არ ყოფილა, ეს იყო ხელისუფლების არჩევანი. მოძრაობა ქართული ოცნების წარმომადგენელთა მიერ გადარიცხულ თანხასთან დაკავშირებით გაზეთი გურია ნიუსი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ბოლო რამდენიმე დღეა სახელისუფლებო სატელევიზიო არხები და მედია საშუალებები მოსახლეობას სისტემატურად აწვდიან ინფორმაციას, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა, მათ შორის გაზეთმა გურია ნიუსმა დაფინანსება აიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობა ქართული ოცნებიდან. გურია ნიუს დღემდე და მომავალშიც მისი მკითხველი აფინანსებს. ის ერთადერთი მედია საშუალება, რომელიც 2006 წლიდან დამოუკიდებელ ფინანსურ აუდიტს ატარებს და აუდიტის დასკვნებს აქვეყნებს, რომ მკითხველმა იცოდეს, რა შემოსავლებით არსებობს. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მოძრაობასთან ქართული ოცნება გაფორმდა სტანდარტული ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც ერთი წლის განმავლობაში გურია ნიუს ყოველ ნომერში გამოაქვეყნებს დამკვეთის მიერ მოწოდებულ სარეკლამო მასალებს შესაბამისი წარწერით ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. დაინტერესებულ პირს შეუძლია შეადაროს ხელშეკრულებაში მითითებული ფასები ჩვენი გაზეთის ყოველ ნომერში მეორე გვერდზე გამოქვეყნებულ სარეკლამო ტარიფებს, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენთან ყველა შემკვეთი თანაბარი უფლებით სარგებლობს, ნათქვამია გურია ნიუსის განცხადებაში. დემოკრატიული მოძრაობა კი მხარს უჭერს თავისუფალი საქართველოს ინიციატივას ოპოზიციური პარტიების მხრიდან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების შესახებ. დემოკრატიული მოძრაობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო კოდექსი ერთი პარტიის მიერ და ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ვითომ და კონსტრუქციულობით, ხელშეწყობით და მხარდაჭერით არის მიღებული საარჩევნო კანონმდებლობა ოპოზიციურ პარტიებს ადრინდელზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დემოკრატიული მოძრაობა დამატებით მოსაზრებებსა და კონკრეტულ წინადადებებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს. შეგახსენებთ, თავისუფალმა საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა. პარტია თავისუფალი საქართველოს მართულ პარტიას მიმართავს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები ხელახლა იქნას განხილული. ასევე მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს ხელისუფლების მიერ ერთპარტიულ რეჟიმში მიღებულ საარჩევნო კანონმდებლობას სათანადო შეფასება მიეცეს და 2012 წლის არჩევნებამდე საარჩევნო რეფორმის კონკრეტული ვადები და პირობები დადგინდეს. თავისუფალი საქართველოს ინიციატივითაც გამოდის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივი პოზიცია დოკუმენტზე ხელის მოწერი დაადასტუროს. ჩვენ თავისუფალი საქართველოს ინიციატივით მიმართავთ ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ერთიანი განცხადება გავავრცელოთ მსოფლიოსათვის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. იმ კანონით, რომელიც მიღებული იქნა პოლიტიკური პარტიის დაფინანსების შესახებ დეკემბერში და ის ვარიანტი საარჩევნო კოდექსისა, რომელიც ასევე პარლამენტის მიერ მიექნა მიღებული, ეს არის დისკრიმინაციული, ეს გამორიცხავს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და აუცილებელი არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამასთან დაკავშირებით ჰქონდეთ ოპოზიციური პარტიების ერთიანი პოზიცია. იმიტომ რომ ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს ეს როგორც ოპოზიციის ერთ ნაწილთან შეთანხმებული ვარიანტი. ამიტომაც ჩვენ განცხადების პროექტი შევადგენთ ისეთი ზოგადი ტექსტი, რომ მისაღები იყოს ეს ყველა რეალურად ოპოზიციური ძალისათვის. დღეს გადაუგზავნით წერილობით, მე შევატარებთ კონსულტაციებს და შევეცდებით, რომ უახლოესი 1-2 კვირის ფარგლებში შეიქმნას დოკუმენტი, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს და რომელშიც ჩაიწერება, რომ ამ კანონმდებლობის პირობებში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება საქართველოში არის გამორიცხული. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი 2012 წელს სიების დაზუსტების კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა, როგორც კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე განმარტავს, სხდომაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, მათ შორის კომისიის შინაგანაწესი და შტატების განრიგი. კომისიამ ასევე იმსჯელა სამომავლო საკითხების შესახებაც. მამუკა კაციტაძის თქმით, უახლოეს მომავალში რეგიონებში ოფისების გახსნას და აქტიური მუშაობის დაწყებას გეგმავს. კომისიის სხდომები 2 კვირაში ერთხელ იმართება. არის რამოდენიმე საორგანიზაციო საკითხი და პლუს გვექნება მსჯელობა იმ
ახლო მომავლის ღონისძიებებზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს იანვრის თვეში, კერძოდ ყველა რეგიონულ წარმომადგენლობაში ჩასვლა ადგილებზე, ოფისების გახსნა, ადამიანებით დაკომპლექტება, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა და მთლიანობაში კომისიის როგორც ერთიანი მექანიზმის გამზადება მომართვისათვის და რეალური მუშაობის დაწყებისათვის, რომელიც ჩვენის გათვლით და წინასწარი ინფორმაციითაც, რომელიც თქვენ გქონდათ, თებერვლიდან იწყება და იწყებს კომისია უკვე თებერვლიდან სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული სიახლეებითა და მონაცემებით ის გარკვეულ ტრანსფორმირებას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისი მოქალაქეებისთვის ფასიანი არ გახდება. ამის შესახებ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ ლეიბორისტული პარტიის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. მისი ინფორმაციით დაზღვეული ბენეფიციარების სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების ხარჯებს სადაზღვევო კომპანიები გადაიხდიან. შეგახსენებთ, ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს აქცია სახელწოდებით ბოდიში თქვენგელი ციკვდილი გამართა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერების ცნობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება მოქალაქეებისთვის ფასიანი გახდება. ლეიბორისტ პატა ჯიბლაძის განმარტებით 4 იანვარს თბილისის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით სასწრაფო სამედიცინო დახმარებით სარგებლობა 40 ლარით განისაზღვრა. ლეიბორისტული პარტიის უშეღავათო ბრძოლის შედეგად თბილისელებს დღემდე ჰქონდათ საშუალება იმისა, რომ 03-ის მომსახურება ყოფილიყო უფასო სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების გამოძახება, მაგრამ 4 იანვარს ქალაქის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ფასი თითოეული გამოძახებისა გახადა 40 ლარი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უახლოეს ხანში გახდება თითოეული ჩვენთაგანის ჯიბეებიდან გადასახდელი. ეს არის სამზადისი, როგორც ეს გააკეთეს იგივე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით, როგორც გააკეთეს ეს ტრანსპორტთან დაკავშირებით, როგორც გააკეთეს ეს კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, ჯერ თვითღირებულება გამოიყვანეს, გადააქციეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და ამის შემდგომ, უпроსტად არჩევნების შემდეგ ეს თითოეული გამოძახება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა გახდება ფასიანი და თითოეულ ჩვენთაგანს მოუწევს 40 ლარის გადახდა. მოსახლეობისათვის სასწრაფო გადაუდებელი დახმარება კვლავ რჩება უფასო. ეს მთავრობის დადგენილება უბრალოდ არეგულირებს ფინანსურ ურთიერთობას მერიასა და სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს შორის. ადრე ჩვენ მათ ვაფინანსებდით გლობალურად, ანუ წლიურად წარმოდგენილი იყო განსაზღვრული ბიუჯეტი, ნუ ეს იყო ხან 9 მილიონი, 10 მილიონი და ამ ბიუჯეტს მთლიანად იღებდა სასწრაფო დახმარება. მიმდინარე წლიდან ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მოწესრიგებული ხდება, ანუ აქტუარების მიერ გაითვალა ცალკეული გამოძახების საშუალო ღირებულება, რამაც შეადგინა 40 ლარი, ანუ სასწრაფოს ერთი გასვლა უჯდება დაახლოებით 40 ლარი. შესაბამისად, ყოველდღიურად ის მერიას წარმოუდგენს მონაცემთა ბაზას, თუ რა გამოძახებებზე იყვნენ და თითოეული გამოძახება მერიის მიერ დაფინანსებული იქნება 40 ლარად. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ბიბლიოთეკის შენობას ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის წესით გაასხვისებს. ამის თაობაზე ლაშა ჩხარტიშვილმა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს თანამშრომელთა განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მათთან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, შენობას სურათები გადაუღეს და ტერიტორიაც აზომეს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ აი როგორც ნათქვამი იყო, რომ ეს პრივატიზაციას ექვემდებარება, ან და საქართველოს კონსტიტუციის კანონით ბიბლიოთეკები არ ექვემდებარება არავითარ პრივატიზაციას. კონსტიტუციაში არის კანონი. როგორც საცავი თუ თქვა ბიბლიოთეკა არ გჭირდება ჩვენ, ესე იგი როგორც საცავი უნდა შეინახოს. მიზერული ხელფასის საშუალებით აქამდე მოვიყვანეთ ეს ბიბლიოთეკა. აქამდე ვიყავით ჩვენ აი დარაჯები, ამ ფონდის დარაჯები. ეს არის ეროვნული საქმე, ნამდვილად ეროვნული, რომელიც არ გვაპატიებს ჩვენი შვილები, შვილთა შვილები ნამდვილად არ გვაპატიებენ, რომ ჩვენ აი ასეთი 3 მილიონი ნახევარი წიგნადი ფონდი არის აქ და 21 მილიონი ნახევარი საპატენტო ფონდი არის კოსტავას 47-ში. აუცილებლად უნდა დარჩეს. ამისი ხელისხლება არაფრით არ შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენი მილიონი წიგნი უნდა განადგურდეს. საფრთხე ემუქრება მეორე მოსულობით ყველაზე დიდ ბიბლიოთეკას საქართველოში, ეს არის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის შენობის აზომვა, ფოტოების გადაღება უკვე დაიწყეს, მათ შორის უშუალოდ ქობალიასთან ერთად ყოფმა ფოტოგრაფებმა რამოდენიმე დღის წინ. ჩვენი მოთხოვნაა იქნეს შენარჩუნებული ქართული მეცნიერებისთვის განათლებისათვის უმნიშვნელოვანესი კერა, რომელსაც წარმოადგენს ეს ბიბლიოთეკა.
დღეიდან პრეფიქსირება აღარ ფუნქციონირებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, პრეფიქსირება შეიცვალა ეროვნული პრეფიქსით 0 ქვეყნის შიდა ზარებზე და საერთაშორისო პრეფიქსით 00. გარდა ამისა შეიცვალა ოპერატორების არჩევის ფორმატის კოდი, მაგალითად საერთაშორისო ოპერატორი 807 გახდა 1007, 816 კი 1016 და ასე შემდეგ. 11 იანვრის 24 საათზე გაითიშება ეროვნული პრეფიქსი 8-იანი და მის ნაცვლად ქვეყნის შიდა ზარებზე და ქსელიდან ქსელში გამავალ ზარებზე იქნება ეროვნული პრეფიქსი 0, ხოლო საერთაშორისო ზარებზე საერთაშორისო პრეფიქსი 00. ასევე იცვლება საერთაშორისო ოპერატორების მოკლე ფორმატის კოდები, როგორც იყო მაგალითად 807, 810 და ასე შემდეგ და იქნება 1007 და 1010. მობილურიდან ქალაქის ტელეფონზე დასარეკად უნდა ავკრიფოთ 0, შემდეგ ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი, ხოლო ქალაქის ტელეფონიდან, ეგრეთ წოდებული ფიქსირებული ტელეფონიდან მობილურზე უნდა აიკრიფოს 0, შემდეგ 5 და სააბონენტო ნომერი. იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კი დამისამართების პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, საჯარო და სამოქალაქო რეესტრები თითქმის 1 წელი აქტიურად მუშაობენ დამისამართების სისტემის შექმნის პროექტზე. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარებას და შესაბამისად მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას. დამისამართების პროცესი 2012 წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. დამისამართების პროექტის განხორციელების შემთხვევაში და ნებისმიერი მონაცემის შეცვლის შემთხვევაში მოქალაქეებს პრობლემა არ შეექმნება და შესაბამისად არ იქნება აუცილებელი დოკუმენტების ცვლილება, ბაზაში ასახული იქნება როგორც ძველი მისამართი, ისე ახალი მისამართი, შესაბამისად ნებისმიერი სახელმწიფო უწყებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება თვითონ პროცესს, ძველ თბილისში ვაგესა და საბრძოლო ზურგის სრულდება ეს პროცესი, დანარჩენ თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს და უახლოს მომავალში ეს სამუშაოები დაიწყება ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და რუსთავში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ ყველა მოქალაქეს ექნება კორექტული მისამართი, როგორც სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში, ისევე უფლების დამდგენ დოკუმენტებში. ამასთან ერთად ყველა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებისთვის ეს სისტემა იქნება მისაღები და ხელმისაწვდომი, რათა თავიანთი ფუნქციების განხორციელებაში გამოიყენონ და დააფიქსირონ ყველა შემთხვევაში კორექტული მისამართი. პროკურატურამ კი წლის პროექტად არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა დაასახელა. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის განმარტებით გასულ წელს განრიდების პროგრამაში 84 მოზარდი ჩაერთო. 2012 წლიდან კი პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედება. განრიდება სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატივას წარმოადგენს, მასში ჩართვის შესაძლებლობა კი ყველამ არასრულწლოვანს აქვს, რომელმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული პირველად ჩაიდინა. პროექტი არის ძალიან ჰუმანური, მან ფაქტიურად მოლოდინებსაც გადააჭარბა და ჩვენ ყავს უკვე 100-მდე განრიდებული არასრულწლოვანი მხოლოდ 2011 წელში და ჩვენ გონია რომ 2012 წელში იქნება უფრო უკეთესი და უფრო წარმატებული შედეგი. ქვეყნის ყველა რაიონს მოვიცავთ უკვე და ჩართული იქნება ყველა რაიონი აბსოლუტურად აღნიშნულ პროგრამაში. ამისთვის პრობაციის ეროვნული სააგენტო მზად არის უკვე თითოეული თანამშრომელი სპეციალურად იქნება ამ პროგრამისთვის გადამზადებული და შეასრულებს თავის დავალებას. საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ კი 2011 წლის ანგარიში წარმოადგინა, როგორც უწყებაში განმარტეს გასული 1 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა გაცემული ლიცენზიების რაოდენობა, ისევე როგორც გაცემული ჰონორარების რაოდენობა. ასოციაციაში მიმდინარე წლის გეგმებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 2012 წელს საავტორო უფლებების დაცვის კუთხით სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარის გიგა კობალაძის განცხადებით 20 იანვარს საავტორო უფლებების დაცვის პირველი ქართული ჟურნალი გამოიცემა. ლიცენზიების რაოდენობა 10-ჯერ აღემატება იგივე პერიოდში 2011 წელს გაცემული ლიცენზიების რაოდენობას, ასევე გაზრდილია გადახდილი და შეგროვებული ჰონორარების რაოდენობაც, დარეგულირებულია სასამართლო დავების მიმდინარეობა და მთლიანობაში მე შემიძლია გითხრათ, რომ მაჩვენებელი არის დამაკმაყოფილებელი. 2012 წელი მიმაჩნია, რომ უნდა გახდეს გარდამტეხი წელი, უნდა გახდეს საავტორო უფლებების დაცვის სფეროში საქართველოში და მაქვს იმედი, რომ 2012 წელს მნიშვნელოვნად უკვე საბოლოოდ შეიძლება ითქვას მოვერევით და დავამარცხებთ იმ პრობლემას, რაც დღემდე ხდება თუ დარღვევების ერთის მხრივ და მეორე ლიცენზირების კუთხით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართულ შეხვედრაზე კი გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ გარემოვაჭრების მუშაობის უფლება ორშაბათამდე მისცა. ბაზრის დირექტორმა გიორგი კანკიამ კი გარემოვაჭრების შიდა ტერიტორიაზე დასაქმების უზრუნველ საყოფად სპეციალური დავალება მიიღო. ბაზრის ადმინისტრაციისა და ხელისუფლების შეთანხმებას გარემოვაჭრებმა პროტესტი გამოუცხადეს. ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობაზე უარს ისინი მაღალი გადასახადებისა და ფართების არარსებობის გამო ამბობენ. შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრებმა საპროტესტო აქცია დღეს დაიწყეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან გარევაჭრობის ნებართვას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მათთვის თავის დროზე არც აკრძალვის დოკუმენტი წარუდგენიათ. მოგვიანებით გარემოვაჭრებმა საპროტესტო აქცია სამხარეო ადმინისტრაციასთან გააგრძელეს, სადაც ისინი გუბერნატორის მოადგილე დავით დარსმელიძემ მუნიციპალიტეტის გამგეობისკენ გადაამისამართა. საპროტესტო აქცია უკვე მოგვიანებით ზუგდიდის გამგეობის წინ გაგრძელდა. სისუფთავე, ამით არ დაიწყო სისუფთავე. საკაშვილმა გახსნას ერთი ქარხანა, რომ სამამყოფებს და ხალხს ძარცავს და ჯიბეში რომ იყვის ფული. ის არა, ერთი ქარხანა გახსნას და ეს გლეხობა დაასაქმოს. ამას თქო, ჩვენ საკაშვილს მე არაფერს არ თხოვ. შემოიაროთ, ის დადის ანაგნიაში კვირაში 5 ჯერ. რატო არ შემოდის ხარში? ვისაც დასუკრას იმ ხარში ვიდის თუ არა ჩვენთან რატო არ მოდის საკადაგლეხობა? შვილიშვილები ჯარში არიან. არჩენალი არ არის ამყან. ძალიან ოპერაცია გაუგეს და სახლში მიზი. საქმელი არ მიუტანო. აი რეცეპტი სადან არის? აი რეცეპტი სადან არის? ხუთი ლარი უნდა გავაკეთოთ ხალხი რომ ერთი ამბულა რომ იყიდოთ და რა გავიკეთო. ამერიკული ცენტრის ლანგეითის და ამერიკის მეგობართა კლუბის მიერ გამოცხადებული კონკურსი თარგმნე ქართული ზღაპრები ინგლისურად პირველი ეტაპი დასრულდა. კონკურსში 152 კონკურსანტი მონაწილეობდა, მათგან ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო თარგმანების კომბლეს ნაცარქექიას და ასფურცელას ავტორები. პროექტის ორგანიზატორებმა გამარჯვებულებს დღეს ფულადი ჯილდოების გადასცეს. ამასთან დღესვე გამოყენებითი ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ ზღაპრების თემაზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენაც მოეწყო. კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით გამოცემული წიგნები ორენოვანი იქნება ქართულად და ინგლისურად, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს მშობლიური ზღაპრების თარგმანი ენის შესწავლისას დამატებით მასალად გამოიყენონ. ამერიკის მეგობართა კლუბმა დააჯილდოვა 3 გამარჯვებული, პირველი, მეორე, მესამე ადგილზე გასულები. თარგმნე ქართული ზღაპარი ინგლისურად. ფიქრობ ეს არის ძალიან ეროვნული პროექტი, რომელშიც ჩვენ მონაწილეობა დიდი სიხარულით მივიღეთ. უკვე დასკვნით მეორე და მესამე დავალოდებით მეორე და მესამე კონკურსად, სადაც ამერიკის მეგობართა კლუბი კვლავ მიიღებს მონაწილეობას და ბოლოში უკვე ჩვენ ამ წიგნებს ჩვენს თანამემამულეებს გავგზავნით შეერთებულ შტატებში. პირველად მივიღე მონაწილეობა ესეთ პროექტში. ავიღე პირველი ადგილი, ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ არ მოველოდი, იყო წარმოდგენილი 3 ზღაპარი. მე გადავთარგმნი ასფურცელა და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ პროექტში მონაწილეობით.